ჩვენ შევიკრიბეთ რამდენი დღე მიძღვნილია ლოცვის მსახურებისათვის. სანამ ველოცებდეთ, შევეხოთ ღმერთის სიტყვას. რათა უფრო მეტად გავმტკიცეთ წმენაში. დღევანდელი ქადაგების თემა იქნება ლოცვა და ურთიერთობა. რა თქმა უნდა, ვიცით ჩვენ რომ ვილოცოთ წარმატებულად, ჩვენ ურთიერთობა იყოს, უნდა სიახლოვეში უნდა იყოს ჩვენ ღმერთთან და ერთობაში უნდა იყოს ღვთის ერთთან. ჩვენ ვიცით რომ ღმერთი ასხვავებს ერთმანეთისაგან, გამოაცალკევს ღვთის ერთს და ამ ქვეყნიერების, ცოდვილ ქვეყნიერების შვილებს ის განასხვავებს მათ. რა თქმა უნდა, ღმერთი პასუხობს ლოცვებს თავის ერისა და აგრეთვე ღმერთი თუ ქვეყნიერების შვილების ლოცვა გულწრფელია, ის პასუხობს მათაც ზოგიერთ შემთხვევაში ვერ ფასუნობს. ამიტომ ღმერთს რომ ვიყოთ მასთან ერთობაში, ვიყოთ სიახლოვეში, რომ ჩვენი ლოცვები იყოს წარმატებული, ერთობაში ვიყოთ ღვთის ერთთან, მჭიდრო კავშირში. თუ ერთობაში არ ვართ, ჩვენ ლოცვებს არ იქნება წარმატებად ვერ ფასუნო და მნიშვნელოვანია ერთობაში ვიყოთ ერთმანეთთანაც ვერ ფასუნო. მე მინდა დღეს შევეხო ამ ერთობაში ღმერთის ერთთან, ჩვენ ლოცვები რომ წარმატებული იყოს, 4 რამ მინდა გამოვყო. პირველი ღვთის ერთთან ერთობაში ყოფნა მოაქვს წარმატება ლოცვისათვის. ეს პირველი, რაც უნდა განვიხილოთ. მეორე, მე ყველაფერს შევეხებ მოკლედ. ვერ ფასუნო. მეორე, როდესაც ჩვენ ერთობა გვაქვს ღმერთის შვილებთან და ღმერთის ერთთან, ჩვენ ლოცვები ხდება მაშინ სიღრმისეული და მრავალფეროვანი ამ ურთიერთობაში. აგრეთვე ერთმანეთთან ურთიერთობაში ღმერთის შვილებთან, თუ ჩვენ გვაქვს მჭიდრო ურთიერთობა, ჩვენ ლოცვები ამ დროს მტკიცდება სხვათა ლოცვებით, რადგან ვიმყოფებით ერთობაში ღმერთის ერთთან და მათთან ერთად ჩვენ როცა ვლოცულობ, ჩვენი ლოცვები მტკიცდება. და მეოთხე მინდა გამოვყო, როდესაც ერთობაში ვართ ერთმანეთთან, ჩვენ ლოცვები წარიმართება სული წმინდის მიერ ვერ ფასუნო. როცა გვაქვს ერთობა ერთმანეთთან, ეს მნიშვნელოვანია. ჩვენ ლოცვები რომ იყოს წარმატებული, სული წმინდით იყოს წარმართული. შევღოთ პირველ საკითხს, ჩვენ მტკიცე ერთობა, რომ გქონდეს ღმერთის ერთთან. ეს ერთობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჩვენს ლოცვებზე ვერ ფასუნო. ამ დროს, როდესაც გვაქვს ერთობაში ვართ, არავითარი შეფერხება არ იქნება ჩვენ ლოცვებს. თუ ერთი ვართ, უპირველეს ყოვლისა, თვითონ ჩვენთანაც, უპირველეს უნდა ვიცოდეთ, რომ თვითონ ჩვენთანაც ღმერთი ავალდებულებს, რომ თავი შევიკავოთ იმისაგან, რაც არღვევს ამ ერთობას. მთელი ცხოვრების მანძილზე უნდა გვახსოვდეს, რომ უნდა დავიცვათ ეს ერთობა და შევიკავოთ იმისა, რომ არ დაიღოს ერთობა და ეს უნდა იყოს მთელი ცხოვრების მანძილზე გაზრდებდეს ჩვენთან. ეს ცნებაა ღმერთისაგან მიცემული, რომ ყოველთვის უნდა ვინარჩუნებდეთ ამ ერთობას, რომ ეს ერთობა არ დაირღვეს ღმერთის შვილებთან. მოიყოთ წარმატებული ჩვენ ურთიერთობაში ღმერთთან. ურთიერთობაში ჩვენ ლოცვებზე პასუხი რომ მივიღოთ. ამიტომ ყოველთვის ჩვენ ცხოვრების მანძილზე უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ გაუფრთხილდეთ ამ ერთობას, უნდა დავიცვათ ეს ერთობა. და ყველაფერი წინააღმდეგობა რაც არღვევს ამ ერთობას, უნდა ვეცადოთ, რომ არ დაირღვეს ეს ერთობა. მათ სახარებაში ვკითხულობთ ასეთ მუხლებს. მე მინდა შეგვიძლია გავიხსენოთ ესაიას 58 თავში, როცა მარხვაზე ამბობს ღმერთი, იქ უფალი ამბობს, რომ თუ თქვენ შორის დავა, შურია, წყენა, ასეთ მსხვერპლები ღმერთისათვის მიუღებელია, ეს უნდა ვიცოდოთ. მე მინდა წაკითხოთ მათეს სახარებიდან მე-5 თავი, 23-24 მუხლები. ამიტომ თუ მიიტან შენ ძღვენს
24 მუხლი მიატოვე იქ შენი ძღვენი სამსხვერპლოსა, დადი ჯერ შენ ძმას შოურიგდი, მერე მოდი და შეწირე შენი ძღვენი. რა თქმა უნდა, ჩვენ ეკლესიაში ძვირფასო ყავს სუსტები, უძლურები, უწესონი, სულმოკლენი ძვირფასო. მაგრამ პავლე მოციქული ეფესელთა წერილში, პირველ თესალონიკთა წერილში, მე-15 თავის მე-14 მუხლში გვეუბნება, ყველას მიმართ იყავით სულძელნი. თუ ჩვენ ერთობაში არ ვიყოფებით, არ ვალეთ სულძელობას ახალ მოქცეულებთან, სუსტებთან. ჩვენ ლოცვები არ მიიღება ღმერთის მიერ. ვერ აღწევს თავის შედეგს. ამ დროს ზეცა იკეტება ძვირფასო. ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ დამრიგებელნი, ვინც იმყოფება ქრისტეში, ვინც მტკიცე არიან წმენაში, გამამხნევებელნი ამ ადამიანების. და ისინი ყველან ჩვენთაგანი ეს სუსტები უნდა მიიღოთ ჩვენ გულებში ძვირფასო. ისინი დავამკვიდროთ ჩვენ გულებში და უნდა დავეხმაროთ მათ, რომ გადალახონ პრობლემები თავისი ხასიათისა. ამაში მდგომარეობს სრული ერთობა ძვირფასო. ჩვენ უნდა ვეხმარებოდეთ მათ, ასეთ ადამიანებს. ამიტომ ყოველთვის უნდა ვიცოდეთ ამ ერთობას ეკლესიაში. რომ რამე არ არღვევდეს. ეს არის ურთიერთობა ერთმანეთთან. ეს ერთობა არის ურთიერთობა ღმერთთან. იცე ურთიერთობა ღმერთთან. რომ ჩვენი ლოცვები წარმატებული იყოს, ჩვენ ურთიერთობა ღმერთთან წარმატებული იყოს. მეორე, ჩვენ აღვნიშნეთ, ჩვენ ლოცვები ერთობაში არის სიღრმისეული და მრავალფეროვანი. მეთმა ჩაიფიქრა, რომ მისი ეკლესია უნდა იყოს როგორც სკოლა, როგორც სასწავლებელი, სულიერი სკოლა ძვირფასო. სულიერი სწავლებისათვის. ერთმანეთს ვასწავლოთ. სწორი დამოუკიდებლობა გქონდეს. წმინდა წერილებისადმი, რომ დავარიგოთ, როგორი დამოუკიდებლობა უნდა გქონდეს ღმერთის წერილებისადმი, ამ სულწებს, უძლურებს. ჩვენ, როდესაც ლოცულობთ, სხვები სწავლობენ ჩვენგან ლოცვას, ძვირფასო, ურთიერთობას ღმერთთან, ღმერთთან სიახლოვეს. როცა ჩვენ ლოცულობთ, გვისმენენ ისინი. ამ სმენაში ისინი სწავლობენ ძვირფასო. და ისინი სწავლობენ როგორ ესაუბრო ღმერთს. ჩვენ უნდა ვიყოთ მაგალითი ამ ერთობისა. როცა ვგებულობთ ჩვენ ამ ერთობაში სხვათა საჭიროებებს, ჩვენ ლოცვები მრავალფეროვანი ხდება. ერთმანეთს საჭიროებს როცა ვგებულობთ, ვიწყებთ ლოცვას ამაზე. და უფრო მრავალფეროვანი სიღრმისეული ხდება ჩვენ ლოცვები და ჩვენ ლოცვებს ექნება წარმატება. მესამე, ჩვენ აღვნიშნეთ, რომ თუ ვართ ერთობაში, ღმერთის երը, ჩვენ ლოცვები ხდება გამტკიცებული. სხვათა ლოცვები. როცა ჩვენ ლოცულობთ, ჩვენთან ერთად სხვებიც ლოცულობენ ჩვენ საჭიროებებს და ჩვენ ლოცვა უფრო მტკიცდება. რადგან ერთმანეთისადმი ლოცულობთ, ერთობაში ვართ ერთმანეთთან. იაკობ მოციქული თავის წმინდა წერილში მორწმუნეებს ეუბნება, არიგებს, აღიარეთ ცოდვები ერთმანეთის წინაშე და ელოცოთ ერთმანეთისათვის, რათა განიკურნოთ. რადგან ბევრი რამ შეუძლია მართლის ძლიერ ლოცვას. გავიხსენოთ იობის მეგობრები ძვირფასო ბიბლიაში, რომელსაც უგულოდ მოექცნენ იობს, თავის მეგობარს, ღმერთმა ამხილა ისინი და მათ არ შეეძლოთ ღმერთის წინაშე ელოცათ, რომ მიეღოთ მიტევება ღმერთისაგან. მაგრამ ღმერთი მიუთითებს იობს, რომ მილოცოს მათთვის, თავის მეგობრებისათვის და ისინიც იწყებენ ლოცვას. და ეს ლოცვა მტკიცდება, ეს ურთიერთობა ხდება, ეს ურთიერთობა განიკურნა მათ შორის. გახდა ისინი ერთნი გახდნენ ბავშვი. ამიტომ ჩვენ ვამტკიცებთ ერთმანეთს ლოცვებით, ჩვენ ლოცვებს ძვირფასო. აგრეთვე მეოთხე ჩვენ აღვნიშნეთ, რომ როდესაც ერთობაში ვართ, ჩვენ ლოცვები წარიმართება სული წმინდით. ღმერთის სიტყვა გვეუბნება. სული წმინდით მართული ხდება, როცა ვართ ერთობაში.
ჩვენი ლოცვები, რომელთა 8:26-ში ჩვენ ვკითხულობთ სულის მოქმედებას, ასევე სულიც ეხმარება ჩვენ უძლურებას ვკითხულობთ. ვინაიდან არ ვიცით, როგორ უნდა ვილოცოთ, არამედ თვით სული შუამდგომლობს ჩვენთვის გამოუთქმელი ოხრით. ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ უკმაყოფილო ჩვენ ლოცვების ძვირფასმა. მაგრამ სულიწმინდა შუამდგომლობს მათთვის, ვინც ერთობაში იმყოფება ღმერთის ერთად. ვინც ერთი არიან ღმერთის ერთად. და მაშინ იწყება ღმერთის სულიწმინდის მმართველობა და სულიწმინდა ამ დროს ასწორებს ჩვენ ლოცვებს. ის თვითონ შუამდგომლობს ჩვენ ლოცვებზე. ის წარადგენს ის წინაშე ჩვენ ლოცვებს. ხოლო ვინც ერთობაში არ არის, თავის ძმებთან ერთად, თავის ღვთის სხეულში, მათ არ ექნება სულიწმინდის შუამდგომლობა ძვირფასმა. ამიტომ რატომ უნდა შევინარჩუნოთ ჩვენ ერთობა? ეს ერთობა ჩვენგან მოითხოვს გარკვეულ ძალისხმევას. ჩვენ ვიქნებით ერთობაში, ჩვენ ძმებთან და დებთან ეკლესიაში, თუ ვისწავლით მიტევებას ერთმანეთის მიმართ, რომ მიუტოვოთ მათ უძლურებს, სუსტების მიმართ. ამიტომ ეს უნდა ვისწავლოთ ჩვენც, რომ მიუტოვოთ, შეგვეძლოს მიტევება ერთმანეთის მიმართ, ძვირფასმა. კოლოსალთა 3:13-ში წერია ასეთი სიტყვები. შეიწყნარეთ ერთმანეთი, მიუტევეთ ერთმანეთს, თუ ვინმეს რაიმე სადოა აქვს, ვინმეს, როგორც ქრისტე მოგიტევათ, ასევე თქვენს. ღმერთის სიტყვა გვეუბნება. ამიტომ ვიყოთ მიმტევებელი. და ღმერთის ერთთან ერთობას ამ ერთობას ამტკიცებს ძვირფასნო თუ ჩვენ დავეხმარებით ჩვენ ძმებს და დებს მათი საჭიროების გადაწყვეტაში. ისდება ჩვენი ერთობა ამ სხეულში, ქრისტეს სხეულში. როცა ვეხმარებით, მონაწილეობთ ამ ერთობაში. სწორედ ასე მოქმედებს ღმერთის სხეული, როცა ერთმანეთს ხელს უსწრებს, როდესაც ერთმანეთს ვეხმარებით. როდესაც ზრუნავთ, ვავლენ ზრუნვას სულების მიმართ, ერთმანეთის მიმართ. ერთობის სული დაცულია მაშინ, როდესაც ვინაწილებთ ერთმანეთის საჭიროებებს, ვინაწილებთ ვართ ამ სხეულში და ვინაწილებთ ურთიერთობას ერთმანეთთან ერთად. ღმერთის ერთთან ერთად. ჩვენ უნდა ვინაწილებდეთ ამ ურთიერთობაში. ერთმანეთთან ურთიერთობას. ერთი არ უნდა აკეთებს ყველაფერს. ჩვენ უნდა ვინაწილებდეთ, ჩვენ უნდა ვღებულობდეთ მონაწილეობას. მაშინა ერთობა, ეს მტკიცე. მაშინ მოქმედებს ღმერთის სული. ასაღწროს ჩვენში აღძრავს სურვილს, რომ გქონდეს ამ მონაწილეობა ამ ერთობაში, ამ ურთიერთობაში. ერთი არ უნდა ასრულდეს ყველაფერს ძვირფასმა. ერთი სიტყვა ებრაელთა წერილში გვეუბნება, ასეთ სიტყვებს ებრაელთა წერილში ვკითხულობთ 3:16. არ დავიწყოთ ქველმოქმედება და გაზიარება, ვინაიდან ასეთი მსხვერპლები სათნოა ისათვის. ძვირფასნო, უფალმა შექმნა თავისი ეკლესია თავისთვის, რომ ამ ეკლესიაში იყოს ერთობა. ურთიერთობა ერთმანეთს შორის, ეს ურთიერთობა ამტკიცებს ერთობას ღმერთთანაც, ძვირფასნო. თვით ივანეს სახარებაში მეჩვენე თავში ვკითხულობ, თვით უფალი ზრუნავს და ეუბნება მამას, რომ ისინი ერთინი იყვნენ. ჩვენ ერთობაში უნდა ვიყოთ ერთმანეთთან, ერთი ვიყოთ როგორც ჩვენ ვართ. ეს ღმერთის ნებაა ჩვენს მიმართ. და ქრისტემ დაღვარა წმინდა სისხლი თავის ეკლესიისათვის. ყველაზე ძვირფასია მისი ეკლესია. ხოლო ეკლესიაში ერთობა, ძვირფასო, ამ ქვეყნიეროს ერთობას ვერ ნახავ. ეს ერთობა ეკლესიაშია, ურთიერთობაში ერთმანეთთან. როდესაც ვიზიარებთ ამ ურთიერთობას ერთმანეთთან ძვირფასო. და ეს ამტკიცებს ჩვენს მიმართვას ღმერთისადმი, ჩვენ ლოცვებს უფრო კურთხეული წარმატებული ხდება. ქრისტე მოიპოვა ჩვენთვის გამარჯვება, რომ ვიყოთ წარმატებული და კურთხეული. უფალმა გაკურთხა.